დავბრუნდით რეალურ სივრცეში და საუბრობთ თემაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის ფსიქიკური პრობლემების თაობაზე. მე ახლა მინდა ჩვენს მიკროფონთან გამოვიძახო ბატონი რაღაზმეჯიშვილი, რომელმაც ჩვენივრად იცის თუ რა არის ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაზე მნიშვნელოვანი. რამაც გისმენთ, იმიტომ რომ მას თვითონ აქვს ეს პრობლემა. გამარჯობათ, მე ვარ რაღაზმეჯიშვილი, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის მომხმარებელი. მე საერთოდ ფსიქიკური მოსახურეობის სფერო წარმომიდგენია შემდეგნაირად. საავადმყოფო რეაბილიტაციის მიკროფონთან ახლოს უნდა მიხვიდეთ. საავადმყოფო რეაბილიტაციის კურსები, ამბულატორიული მკურნალობის ხერხები, სოციალური მომსახურეობა, რომელიც ადაპტაციას შეუწყობს საზოგადოებაში და ადვოკატურა. ამაზე არაფერი არ თქმულა ადვოკატურაზე. ხშირად ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები განიცდიან დისკრიმინაციას და მათ აუცილებლად დაცვა ჭირდება. ეხლა ყველაზე მთავარი მე რასაც მეკითხებიან, რა მოხდა რეაბილიტაციის ცენტრმა ისეთი, რომ მის აუცილებლობაზე ვილაპარაკოთ. დავიწყოთ შემდეგით. პირველი, მივიღე ინფორმაცია დაავადებაზე. ანუ ის, რომ პრობლემა ის კი არ არის, რომ შენ გაქვს უძილობა, დეპრესია ან რაღაც გადახრები. პრობლემა ისაა, შენ როგორ მიუძგები ამ საკითხს. თუ ამას მტკივნეულად აღიქვა, მაშინ იწყება კიდევ უფრო მეტი ფორი აქვს ალბათ და უფრო მძიმდება პრობლემა. ფსიქიკური პრობლემების მოგვარების უნიკალური საშუალება არის ცხოვრების ნირის შეცვლა. მესამე, მოტივაცია. დაგითმობთ ჩემ წყალს, ნუ ნერვიულობთ? ცოტას ნერვიულობ. არა უშავს, ყველანი ნერვიულობთ ცოტას. მესამე, მოტივაცია. ანუ ფსიქიკური რეაბილიტაციის ცენტრში დანერგილი არის შემდეგი თერაპია, არტ თერაპია, ერგოთერაპია, იქ ხეზე ჭერას გასწავლიან, თეკას გასწავლიან, ჭედურობის გაკეთებას გასწავლიან, მაგრამ მოტივირებული რო იყვნენ პაციენტები, აწყობდნენ გამოფენა შენი იმის და რაც იყიდებოდა გაძლევდნენ ფულს. ეხლა ეს დაფინანსება შეწყდა, მასალა არ არის და რა ვიცი როგორ გაგრძელდება არ ვიცი. მეოთხე, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. მე დავწმუნდი, რომ მე არ შემიძლია იმაზე ნაკლებად ვიმუშაო, როგორც თქვა ჯანმრთელ ადამიანმა. მეოთხე, საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეების დანახვა. მე დადებითად პირადად დავინახე ჩემ თავში ის, რომ თუ ვაკეთებ საქმეს, ვაკეთებ 5 იანზე და თუ არა საერთოდ არ ვაკეთებ, მაგრამ რეაბილიტაციის კურსი გვასწავლის იმას, რომ შენ არ შეგექმნება ყოველთვის ისეთი პირობები, რომ 5 იანზე გააკეთო საქმე და ისიც არც ადამიანს არ შეუძლია ყოველთვის 5 იანზე. ისიც უნდა შეძლო, რომ 3 იანზე გაკეთებული საქმე მიიყვანო 5 იანამდე. ანუ თუ თავს ძალას დაატან და ენერგიასაც არ დაიშურებ, ყველაფერი კარგად იქნება. და როგორ ფიქრობთ, თქვენი მონაწილეობა სარეაბილიტაციო თქვა პროცესებში? კიდევ ორი საკითხი. კი ბატონო, გისმენთ ყურადღებით. პასუხისმგებლობა. მე-6 ალბათ, ხო? პასუხისმგებლობა. მე როდესაც დავსაქმდი, ჩვენი ფსიქოთერაპევტების და სოციალურ მონდომებით, მე წარმოვაჩენდი არა მარტო ჩემ თავს, არამედ იმ ჯგუფს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანს, რომელიც ჩემს უკან იდგნენ. ამიტომ სამუშაოს განა როგორც ამბობენ, კი არ ვასრულებდი, უფრო მეტად ვასრულებდი, რომ წარმოდგენა შექმნოდათ, როგორი არის ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი. და კიდევ ერთი თავმოყვარეობა. ეს ჩვენ გვასწავლეს, რომ თქვენც ისეთივე ადამიანები ხართ, იგივე კანონებით ჩარჩოებში ფუნქციონირებთ და არავის არ აქვს უფლება შელახოს თქვენი ინტერესები და თქვენი თავმოყვარეობა. ძალიან კარგი. და ამისთვის გჭირდებათ ხანდახან ადვოკატი, იმიტომ რომ საზოგადოება ყოველთვის ადეკვატურად არ რეაგირებს თქვენს აქციაზე. მაგრამ საზოგადოებაში არის ესეთი სტერეოტიპი, ახლა მე თქვენ გეტყვით, რაერთოდ ჩემო მეგობარმა კარგად აღნიშნა, რომ თუ ექიმთან მიხვედი და წამლის დალევა დაიწყე, ხარ გიჟი და თუ საავადმყოფოში დაგაწვინეს, ხარ გამოუსწორებელი გიჟი. ხო და ხშირად მეკითხებიან, რამე სიც ეტყობდი თქვენ საზოგადოებას. საზოგადოებას ვეტყვი მე შემდეგ რამეს. გიჟი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანია, მაგრამ ყველა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი გიჟი არ არის. ჩვენს იგივე პასუხისმგებლობა გვეკითხება ჩვენი ოჯახის, ქვეყნის, ერის და ეკლესიის წინაშე, როგორ თქვენ და ძალიან გთხოვთ, გაგვიყავთ, მოგხედეთ და ძალიან დიდი მადლობა. დიდ მონდომებას არ დავეშურეთ, რომ თქვენი იმედები გავამართლოთ. უღრმესი მადლობა ბატონ რამაზ. მე სიტყვების კი არ ყოფნის.
მადლობა, უღრმესი მადლობა. Თქვენ შეგიძლიათ დაიკავოთ ახლა ადგილი, მე მგონი აღარ ნერვიულობთ. ძალიან დიდი მადლობა და მე სოფო მორგოშია ჟანტელობის დაცვის სამინისტროს წარმოადგენელს მინდა ახლა გადავცე სიტყვა ესეთი არაჩვეულებრივად ემოციური გამოსვლის შემდეგ ძალიან ესეთი პრაგმატული შეკითხვა რა კეთდება ამ წუთას ამ ადამიანებისთვის რომლებიც ქრონიკულად განიცდიან ამ თქვათ აშლილობას და ადამიანები რომლებიც თქვათ გამწვავების პროცესებს განიცდიან მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებლებს. მე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მხრიდან არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა მომსახურებებს. 95 წლიდან ფუნქციონირებს საერთოდ ეს პროგრამა, 95 წლიდან იყო მხოლოდ ამბულატორია და სტაციონარი და ბოლო წლების მანძილზე ფაქტიურად ნაწილ შეიძლება ძალიან მცირედად, მაგრამ ნაწილ შევავსეთ სხვადასხვა მომსახურებებით. ამბულატორიული კომპონენტი, ამბულატორიული ნაწილი თავის მხრივ იყოფა სხვადასხვა სერვისებად. ეს არის კონკრეტულად ამბულატორიული მომსახურება, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა, რომელიც ბოლო 3 წლის მანძილზე ამუშავდა, საერთოდ ბავშვთა მომსახურება საქართველოში რაღაც ბოლო შეიძლება ითქვას 5-8 წლის მანძილზე საერთოდ არ ხდებოდა. და კრიზისული ინტერვენციის მომსახურება. სტაციონარული ნაწილი კიდე თავისი მხრივ იყოფა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურებისგან, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ქცევითი აშლილობები, სტაციონარული მომსახურება და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა. რამდენად ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საჭიროებს ამ მომსახურებას? Ვიცით რა, ხელმისაწვდომი უფრო არის, უფრო ვიკითხავდი რამდენად ხარისხიანია. აი ცოტა ხარისხთან დაკავშირებით ალბათ კოლეგები აქ არიან და თვითონაც აღნიშნავენ, რომ ანუ რესურსის ნაკლებობას განვიცდით. რესურსის ნაკლებობასთან ერთად ვთქვათ შეიძლება დაფინანსების პრობლემაც იყოს, მაგრამ არა მარტო დაფინანსების პრობლემა, ვთქვათ ამ პრობლემის მოგვარების დაგეთანხმებით, რომ საკმაოდ კომპლექსურია ეს პრობლემა და საკმაოდ კომპლექსურ თქვათ გადაწყვეტას მოითხოვს და ერთი კონკრეტული სამინისტრო იქნება საკმარისი ამ პრობლემის აღმოსახველად თუ აი ბატონი ავთო ასევე ეკონომიკის სამინისტროს ასახელებდა მე არ ვიცი რამდენად შეიძლება რომ ისიც იყოს ჩართული თქვათ მსგავსი ტიპის, იმიტომ რომ შენობები არის საჭირო, სტაციონარებია საჭირო, ხო, გარდა იმისა რომ მომსახურე პერსონალია საჭირო და თქვათ კვალიფიციური ექიმები. ანუ ეს არის რაღაცა უფრო სახელმწიფო დონეზე გადასაწყვეტი საკმაოდ კომპლექსური თემა. მინდა აღვნიშნო რომ სხვადასხვა დონეზე ნებისმიერი პრობლემის განხილვისას აუცილებლად თანამშრომლობთ სხვადასხვა თქვათ სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ვინც უფრო ჩართულია ამ კონკრეტულად ამ პრობლემის გადაწყვეტაში. თუ ითვალისწინებთ აი მე საერთაშორისო გამოცდილებას, იმიტომ რომ ასეთი გამოცდილება ალბათ განვითარებულ ქვეყნებში გაცილებით უფრო მეტი და მაღალი და უფრო დახვეწილიც იქნება დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ცდილობთ გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება. იგივე არის, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ასე ვთქვათ, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მდგომარეობებია და შესაძლებელია იმის გამოყენება და აი ქალბატონი მარიამიც ქალბატონი მარიამი აუცილებლად გამოვა ჩვენთან, მაგრამ ჯერ მინდა ოლგა კალინას მივცე ახლა სიტყვა, რომელმაც ჩაატარა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში კვლევა. ძალიან საინტერესოა, როდესაც ადამიანი თვითონ არის ჩართული მეცნიერულად ამ პრობლემის, თქვათ, გაცნობიერებაში და დავიწყოთ პირველი შეკითხვით. კვლევების საფუძველზე რა მთავარი პრობლემები ამოიწია? რა არის პირველ რიგში მისაღები? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მე თავად ვარ ყოფილი პაციენტი, შესაბამისად ძალიან კარგად ვიცი ეს პრობლემები, რაც დღევანდელ დღეს არიან სტაციონარებში, საერთოდ სისტემაში, სფეროში და იმის გამო, რომ შესაბამისი გამოცდილება მაქვს, მე მომიწვიეს ამ კვლევაში როგორც ექსპერტი. და ჩვენ ამ კვლევის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს ხანმოკლე კვლევა იყო, ანუ აპრილი, მაისი, მარტო 2 თვიანი ასეთი კვლევა და ამ კვლევის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რა თქმა უნდა, ძალიან ასეთი მკვეთრი პრობლემები, რაც არის სისტემაში და პირველ რიგში ანუ სისტემა არის, ფიქრობთ, ოლგა? არის სისტემა უკვე? სისტემა თუ არის კუნძულები ამ სისტემის? აი, ამაზე მინდა დაგელაპარაკო ზუსტად. პირველ რიგში არ არსებობს ერთიანი სტანდარტი.
აი ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ანუ ჩემთვის ეს მიუღებელი მიდგომა, მაგალითად, როცა თბილისში საავადმყოფოში არის ყველაფერი გარემონტებული, როცა პაციენტები იღებენ შესაბამის სერვისს, როცა არის მულტიდისციპლინური ჯგუფი, მაგალითად, მუსიკალური ცენტრიც არსებობს, ანუ გათბობა სათანადო და ამავდროულად, როცა ვხედავთ რა ხდება რეგიონებში, იგივე ბედიანში, მაგალითად, სურამში, ქუტირში, აი ამ ფონზე კითხვა ჩნდება, არსებობს თუ არა ერთიანი ხარისხის საერთოდ შეფასების სტანდარტი. ანუ თუ სტანდარტი არ არსებობს, მაშინ რით დააშავეს ეს პაციენტები, ვინც თქვათ რეგიონში ცხოვრობს. აი ასეთი შეკითხვა უბრალოდ მაქვს. და მედიკამენტების ხარისხი, რა თქმა უნდა, არაერთგვაროვანია. ზოგიერთ საავადმყოფოში ძალიან კარგი მედიკამენტები და იმიტომ რომ მაგალითად კერძო საავადმყოფო და უბრალოდ განყოფილება და ფინანსდება ასეთი ფსიქიატრიული ჩვეულებრივი პროგრამით. აი მეხუთე საავადმყოფოს შემთხვევაში მაგალითად არ აქვს პრობლემა მედიკამენტებთან, იმიტომ რომ ექიმები თავად საზღვრავენ რა მედიკამენტი საჭირო კონკრეტული მაგრამ ეს არის იმ შემთხვევაში თუ თვითონ პაციენტს აქვს შესაძლებლობა ამ ტიპის სერვისი მიიღოს, გადაიხადოს თქვა ფული თვითონ არა? არა, მოთავსება ხდება ჩვეულებრივად. აი ამაში ვხედავ რაღაც, არ ვიცი. თბილისში მაგალითად არსებობს გლდანის საავადმყოფო და ქავთარაძეზე საავადმყოფო. ქავთარაძეზე ძალიან კარგი პირობები და გლდანში ძალიან ცუდი და ორივე საავადმყოფო ფინანსდება ერთი და იგივე პროგრამით. ანუ ერთიანი ასეთი რა იქნებოდა თქვენი სურვილი ამ პრობლემის გადაჭრის გზაზე? ყველაზე მნიშვნელოვანია რომ შეიქმნა სისტემა და მთელი საქართველოს მასშტაბით რაღაცნაირი ერთიანი სტანდარტი ჯერჯერობით, რომ რის მიხედვით მოხდება შემდგომში შეფასება და არის თუ არა ვთქვათ სათანადო სტანდარტი ხელმისაწვდომი პაციენტისთვის რეგიონებშიც კი მაგალითად თანაბრად, როგორც სხვა ესე იგი ცენტრებში, სხვა კლინიკებში. და იმ შემთხვევაში თუ არ არის, მაშინ უნდა მიღებულ იქნა შესაბამისი ზომები, გარემონტება მაგალითად, მულტიდისციპლინური გუნდის ჩართვა. თერაპია ახსენა მალხაზმა მაგალითად. ბატონო, თუ თქვენ რაღაცის თქმა საპირებთ? კომენტარი მინდა გავაკეთო მედიკამენტებთან დაკავშირებით. მე შემიძლია ვთქვა, რომ ბედიერში ფსიქიატრიული საავადმყოფო ყველა მედიკამენტს ხარობს, რასაც ხარობს ყველა ფსიქიატრიული დღეს და თქვენ რო ახსენეთ წარმატებული ფსიქიატრიული, მაგრამ რაშია პრობლემა? იგივე მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოსთან არსებული ფსიქიატრიული განყოფილება არის კერძო მფლობელის. მიუხედავად იმისა, ფინანსდება სახელმწიფო პროგრამა ფსიქიატრიული დახმარების შესახებ, ისინი შესყიდვებს ახორციელებენ ერთპირთან მოლაპარაკებით. აი ჩვენ სახელმწიფო შეფასებები იძულებული ვართ გამოვაცხადოთ ტენდერი და ტენდერის გამოცხადების დროს მიიღოთ ყველაზე დაბალფასიანი მედიკამენტი. თუ არის კეთილი ნება, მეწარმის რომ მოგვიტანოს საბედნიეროდ ჩვენ შეხვდა ისეთი მომარაგებელი არის ესეთი ფირმა საბა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს რომ დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა. თორე ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, დაუშვათ გვინდა ყბა დაღებული გალოპერიდოლი ვთქვათ. ეხლა უთხრათ რომ გედეო რიხტერის. ჩვენ ჯენერიკი ვწერთ და შემოდის ინდური წარმოების იგივე ეს პრეპარატები. რაც ნაკლებ ეფექტურია ვიდრე გედეორესტერი. ეს ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის, ალბათ ნინო, სახელმწიფო შეფასებისა, რომ მონიტორინგის ზრუები არის 5000 ლარი, 5000 ლარის ზემოთ სულ ყველაფერზე გვიწევს ტენდერის გამოცხადება, რომელიც იწვევს კიდევ ისეთ ამ საცოდავ პირობების გაუარესებას. ბატონო, ეხლავე დაგიბრუნებთ პასუხს. ჩვენ სახელმწიფო ტენდერებში ვღებულობთ ყოველთვის მონაწილეობას, კალამიც კი რომ გამოიწეროს ტელევიზია, ამ კალამზეც კი ტენდერი ცხადდება, ასე რომ ჩვენ დაახლოებით ერთივე მდგომარეობაში ვართ. უბრალოდ თქვენ შემთხვევაში ძიმდება მდგომარეობა, იმიტომ რომ ეხება ადამიანებს. მედიკამენტებს ეხება რა თქმა უნდა. იქნებ მოხდეს თუნდაც მედიკამენტების ფარგლებში განთავისუფლება. მადლობა ღმერთს, სახელმწიფო წარმომადგენლები აქ არიან და ისინი ყურადღებით ისმენენ, სანამ მე მარიამ ჯარს გადავცემ სიტყვას. ოლგა, აი ქრონიკულ პაციენტებთან დაკავშირებით თუ საერთოდ თავშესაფრებთან არსებობს ასეთი დიდი პრობლემა. ქუტირში მაგალითად ოფიციალურად არის ასეთი თავშესაფრების პროგრამით დაფინანსებული განყოფილება, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი განყოფილება, სადაც პაციენტები, ანუ კლიენტები არიან ჩაკეტილები, ძალიან გარიყულები არიან, ანუ ნათესავებთან კავშირი არ აქვს. კავშირი არ აქვს რატომ? ნათესავები არ აკითხავენ? ცხოვრობენ თბილისში, ეს ადამიანები გადაყვანილია გლდანის
ფსიქიატრიულ დაწესებულებიდან ქუტირში და ამჟამად და ნათესავები თავადაც არ აკითხავენ? არ აკითხავენ, იმიტომ რომ გზა ძალიან გრძელი ვთქვათ, ეს უფრო სოციალურად დაუცველები ოჯახები, სირთულეები აქვთ, ზოგს ვთქვათ ფიზიკური დაავადების გამო არ შეუძლია ნათესავის ვთქვათ ზოგს სურვილი არ აქვს ალბათ? იგივე ამ სტიგმის გამო? აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ შედეგი ერთია, ანუ ეს ადამიანი იმყოფება თავშესაფარში, რომელიც მარტო ქაღალდზე არის თავშესაფარი. რეალურად თავშესაფარი არის, გონია რომ მოთავსებული იყოს. მეორევის მხრიდან არის ასეთი ინიციატივა, რომ იყოს ადამიანი მოთავსებული ეგრეთ წოდებულ თავშესაფარში. თქვენ როგორ მიაღწიეთ ასეთ წარმატებას? მე ვიყავი ჩართული სხვათა შორის ჯერჯერობით რეაბილიტაციის ცენტრში პირველ ეტაპზე დავიწყე სიარული. მე დავიწყე თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს. იქ დავიწყე მუშაობა და რაღაცა პატარ-პატარა დავალებების შესრულება. მე იყო სემინარები ბირმინგემში, წავედი იქ, ვიყავი ჩართული. მე ჩაატარეთ კვლევა? მე მანამდეც კვლევა მქონდა იმავე ცენტრთან და ეხლა ვარ სახალხო დამცველთან არსებული ექსპერტთა ჯგუფში ჩართული. თქვენ ის რომ ხართ დაკავებული არის თუ არა მიზეზი თქვენი რეაბილიტაციის, როგორ ფიქრობთ? და თქვენი მონაწილეობა ამ ტიპის კვლევებში ფიქრობთ თუ არა რომ ძალიან დიდ ნაბიჯს წაადმევინებს წინ თქვა ადამიანებს, რომლებსაც ევალებათ ამ პრობლემების მოგვარება? საერთოდ პაციენტის ან ყოფილი პაციენტის ჩართულობა ასეთი ტიპის პროგრამებში და საერთოდ დიზაინში არის სასურველი. ეს მარტო მე ახლა არ ვფიქრობ, რომ მარტო მე უნდა ვიყო. მე შემიძლია ვიყო ერთ-ერთი ასეთი ექსპერტი ამ სფეროში. სასარგებლო ძალიან დიდი მადლობა. ოლგა, შეგიძლიათ დაიკავოთ ადგილი და მარიამ, მე გიყურებდით აი ესე გვერდიდან მთელი ორი განყოფილების მანძილზე. მარიამ ჭაში გთხოვთ, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე და მე სულ ვაკვირდებოდი თქვენს რეაქციას. მე როგორც მივხვდი თქვენ ამ პრობლემას იცნობთ. დიდი მადლობა ქალბატონ ნინო ისევ ძალიან აქტუალური თემის წარმოჩინებისთვის. ის პრობლემები, რომელიც გაჟღერდა დამერწმუნეთ, რომ ეს ჩვენთვის ძალიან კარგად არის ნაცნობი, იმიტომ რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ აი ის პრობლემური საკითხები, რომელიც პირველ რიგში პაციენტისთვის და ოჯახისთვის არის მნიშვნელოვანი, რამდენად უფრო წარმოსაჩენი არის იგივე სახელმწიფო პოლიტიკაში. აქ დაისვა კითხვები, რამოდენიმე კითხვა ვეცდები ძალიან მოკლედ ყველას გაკითხვა. პირველი კითხვა ძალიან თხოვთ დამითმეთ მე. აი ეს ორი ინსტიტუცია, რომელზეც ახლა საუბრობდი, დღის ცენტრი რეაბილიტაციის და მობილური ჯგუფი. მე მესმის რომ პრობლემა კომპლექსურია და მხოლოდ ამ ორ თემას არ შეიცავს, მაგრამ აი ამ ორი ინსტიტუციის გადარჩენა თუ მოხდება, აი ჩვენი პაციენტების და მათი მშობლების ძალიან საინტერესო თემა, მათ ძალიან აინტერესებთ ეს. იქნება ამაზე დავიწყოთ პირველად. როდესაც პირველად პრობლემა დაისვა ქალბატონი მან ფსიქოსოციალური ცენტრის უწყლეტობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ შუამდგომლობა გაუწია ეკონომიკის სამინისტროსთან და შენობის კუთხით ყველანაირად ვეცადეთ, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. ასევე მიუხედავად იმისა, რომ მობილური ჯგუფები არასდროს არ ფინანსდებოდა სახელმწიფო პროგრამით და ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს, რომ საომავლოდ ჩვენ დავაფინანსებთ, მაგრამ რამდენადაც კომპლექსურია თვითონ რეფორმის შემუშავების პროცესი და რამდენადაც დროში ვართ შეზღუდული, ამ ეტაპზე შემიძლია მოგცეთ გარანტია, რომ ყველანაირად დავეხმარებით შუამდგომლობაში დონორ ორგანიზაციებთან, იგივე ღია საზოგადოება საქართველოსთან ან სხვა ალტერნატიულ დონორთან, რომ უწყლეტობა იყოს გარანტირებული 40 ბენეფიციარისთვის. შემდგომ გაფართოებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის მიმდინარე პროცესის განუყოფელი ნაწილი და მოგახსენებთ, რომ ივლისში ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის შემუშავების საბჭო, სადაც გაერთიანებულია როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, სულ რამოდენიმე დღის წინ ასევე პაციენტთა ორგანიზაცია ქალბატონი ნათელა სწორედ გახდა ჩვენი საბჭოს წევრი. ქალბატონი ნათელა ბახტაძე. დიახ. სულ რამოდენიმე დღის წინ მოეწერა მინისტრის ბრძანებას ხელი, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად თუ არ ვცდები 2 კვირის წინ მქონდა შეხვედრა ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით და ეს საკითხი დაისვა. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, ველა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით შეიქმნა დიალოგის პლატფორმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კომპლექსური თემის გადასაწყვეტად, რასაც ქვია ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა. დაისვა კითხვა, ჩატარდა თუ არა რეფორმა.
მე ესე შევაფასებდი 2010 წლის შემდგომ ცვლილებებს. ნამდვილად უდაოდ დადებითი ნაბიჯები გადაიდგა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, ინტეგრაციის კუთხით ფსიქიკური სერვისების მულტიპროფილურ სავანტყოფებში, მაგრამ ამას ჩვენ ვერ დავარქმევთ ერთიან, თქვათ, მრავლობით და თქვათ კომპლექსურ რეფორმას. სისტემური რეფორმა არ გატარებულა. ივლისში საბჭოს შექმნის შემდგომ და ჩვენ ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან. თვითონ კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი დიმიტრი ხუნდაძე ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში. არსებობს ასევე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან სამუშაო ჯგუფი და ჩვენ უკვე გაერთიანებულად როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი კუთხით ვმუშაობთ რეფორმებზე. რას მოიცავს ეს რეფორმები? დღეისთვის უკვე არის შემუშავებული სამუშაო ვერსია ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული კონცეფციის, ანუ რა ღირებულებებზე და რა მიდგომებზე უნდა იყოს დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობა საქართველოში. ამ კონცეფციის პრეზენტაცია ნოემბრის შუა რიცხვებში იგეგმება, ჩვენ სიამოვნებით დავესწრებით თქვენი ნებართვით გიწევთ. ნოემბრის ბოლოს ასევე იგეგმება პრეზენტაცია ევროკავშირის და ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კვლევისა. ქალბატონმა ოლგამ ახსენა, რომ აპრილში და მაისში ჩატარდა კვლევა. ამ კვლევის შემდგომ ჩვენ აგვისტო-სექტემბერში ჩატარდა ევროსაბჭოს ექსპერტთა მიერ შეფასება ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებების როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული და მთელი ის საკითხები, რაც ეხება ხარისხიანი მედიკამენტების შესყიდვის პრობლემას, ბატონმა ავთომ გააჟღერა ეს თემა, რაც ეხება თვითონ სახელმწიფო შეფასების, მოგების, ესე ვთქვათ, მართვის საკითხებს. ბალანსირებულ მიდგომას მედიკამენტოზურ და არამედიკამენტოზურ ფსიქოსოციალურ კომპონენტთან დაკავშირებით. ეს საკითხები უკვე არის შესწავლილი, უკვე არის დოკუმენტირებული და ამ კვლევის საფუძვლებზე ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ალტერნატიულ კვლევასაც სახალხო დამცველის აპარატისგან და ნოემბერ-დეკემბერში იწყება გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით უშუალოდ სამოქმედო გეგმის შემუშავება. ჩვენ იანვრისთვის 2014 წლის იანვრისთვის უკვე უნდა გქონდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც კომპლექსურად მოგცემს საშუალებას, რომ დავგეგმოთ როგორც ინფრასტრუქტურული ცვლილებები, ასევე საკადრო ცვლილებები, ეს გადამზადება იქნება, ზედამხედველობა, ხარისხის კონტროლის საკითხები, დაფინანსების მოდელები, როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული. დღეს ხშირად ვამბობთ, რომ არ არის საკმარისი დაფინანსება, მაგრამ სიმართლეს უნდა გაუსწოროთ, ესე ვთქვათ, თვალი, რომ ჩვენ დღემდე დაფინანსების მეთოდები მთლიანად ჯანდაცვის სისტემის პრობლემა, არა მხოლოდ ფსიქიატრის. ჩვენ არ გვაქვს მეთოდოლოგია, რომელიც სწორად განსაზღვრავს რა უნდა ღირდეს ესა თუ ის სერვისი. სწორედ მეთოდოლოგიის შემუშავება დასრულებული იქნება და 2014 წლის სახელმწიფო პროგრამებით იმედი გვაქვს, რომ ეტაპობრივად სწორედ გადავალთ იმ ბალანსირებულ მიდგომაზე. მარიამ, უღრმესი მადლობა. მე ერთ რამეს ვიმედოვნებ აუცილებლად, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაჟღერდა დღეს ჩვენთან ეთერში, უსათოდ ამ გზამკვლევად გამოგადგებათ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს აქ არის მოწვეული, მეტნაკლებად კი არა, ფაქტიურად შეხებაში ამ პრობლემასთან და იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა აუცილებლად ოდესმე გადაიჭრება ჩვენთან. ანუ გვექნება სტრატეგია და მიდგომა თავიდან ბოლომდე. მე ახლა მშობლებს მინდა და კიდევ ღვთისოს მინდა დავპირდი და უნდა ვათქმევინო აუცილებლად და მარიამ იქნებ მოусმინოთ და მისი პრობლემაც გამარჯობათ. უპირველეს ყოვლისა რაც მინდა ვთქვა, რომ მე მგონი აქ უკვე ითქვა, რომ საშინელი სტიგმა არსებობს ფსიქიკური დაავადებების მქონე პიროვნებათა წინააღმდეგ, მე ასე მინდა ვთქვა, ფსიქიკური აშლილების მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პიროვნებათა წინააღმდეგ საზოგადოებაში. ეს სტიგმა მაგალითად კერძოდ გამოიხატება იმაში, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 11 წლის ვიყავი ნერვული ისტერიკის დროს, ნერვული ისტერიკის დროს დედაჩემმა და ბებიაჩემმა გამოუძახეს ტელეფონით ბიძაჩემს, რომელიც ექიმი კაცია, ექიმი იყო და მოვარდა სახლში ბიძაჩემი და იმის მაგივრად დავეწყნარებინე, იმის მაგივრად ექიმ კაცს ჩემთვის დაეყვავა, ამის მაგივრად ჩემზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა. ჩემზე ეხმარა ძალა. და აგრეთვე ამას გარდა მას შემდეგ რაც 2012 წელს ეროვნული გამოცდებით ჩავიწყე ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში, მას მე რაც ვერ გავუძელი სტანდარტულ ჩვეულებრივ რეჟიმს და დამემართა იანვრის გამოცდებზე ნერვული ისტერიკა, ამის შემდეგ დედაჩემს უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვალდოსანიძემ განუცხადა
რომ ჩემი ადგილი უკვე იქ უნივერსიტეტში არ იყო. დედაჩემის თხოვნით გარკვეული პერიოდი ერთი კურსი გამაჩერა და მე უკვე საფულოდ გამოვცხადო, რომ აქედან წაიყვანე მოაშე, რომ ლექციებზე არ დაუშვებო, სემინარებზე არ დაუშვებო, კაცი რომ მომიკლას რა ვქნაო და შეღავათებს და ლგოტებს ვერ მივცემ, სხვა ბავშვებს რა უთხრაო. ღვთისო, აი ზუსტად ამ პრობლემასთან სწავლისუფლება არა აქვს, სწავლისუფლება აი ახლა მინდა რომ მარიამმა გიპასუხოს ამ თემაზე, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან დიდი პრობლემაა, როცა ადამიანს უნდა სწავლა, უნდა რომ მიიღოს განათლება და მას ეს რაღაცნაირად ეს ისევ და ისევ არის მაგალითი იმ დისკრიმინაციული მიდგომისა, რომელიც სამწუხაროდ როგორც ჩვენ კანონმდებლობაში ასევე პრაქტიკაში ფაქტია, რომ დღემდე რჩება. გაჟღერდა საცხოვრისთან დაკავშირებით გამორიცხვის კრიტერიუმები, რომელიც არანაირი არც საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებათა კუთხის არ უნდა იყოს ზოგადად მიღებული. რაც შეეხება განათლების სისტემას, რა თქმა უნდა, ეს ჩემს კომპეტენციას ცდება, მაგრამ მე აუცილებლად გავესაუბრები ჩემს კოლეგებს განათლების სამინისტროში, როგორ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება არა მხოლოდ ღვთისმსახურის შემთხვევაში, ზოგადად სისტემურად რა მიდგომა უნდა არსებობდეს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს თემა ახლა რაც დაზერა ღვთის რომ და ახლა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის კიდევ ცალკე გადაცემის თემა, რომელსაც ჩვენ ალბათ აუცილებლად დაუბრუნდებით, ეს ერთ გადაცემაში ვერ მოიწურება. ძალიან დიდი მადლობა ყველას და ერთი წუთი დაგვრჩა და თუ შეიძლება მე გაძლევთ. მე მგონია რომ მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირია, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მიკროფონი გამორთულია. მოგზავნით მიკროფონთან თუ შეიძლება, რადგან აი ეს რა ქვია, ღვთისმსახურის შემთხვევაში შეიძლება ესეთი მსგავსი სიტუაციები ძალიან ხშირია, მაგრამ არიან ადამიანები, ჩემს ირგვლივ მაგალითად არიან ადამიანები, რომლებიც ესეთები არ არიან. იყო პერიოდი, მე ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენნაირ პაციენტებს აბამდნენ, საჭმელს უყრიდნენ, მაგრამ იმის შემდეგ, საუკუნეების შემდეგ ცეცხლზე წვავდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვით იმას, რომ ყველაფერი ცუდია. ვერ ვიტყვი იმას, რომ დავუშვათ მე აკრძალული მაქვს სწავლა, აკრძალული მაქვს, მაგრამ არის რაღაცა, მე მითხრეს ჩვენ საუბარში ახლობლებთან ერთად, მარიკაო, არის რაღაცა, რომელსაც შეხება არ აქვს, არის რაღაცა, რომელსაც შეხება გვაქვს. და კიდე ერთი, თუ და ერთი რაღაც კიდე ჩემმა ახლობელმა ესეთი რაღაცა მითხრა, სადაც შენი მისვლა არ უნდა, შენი თავი არ უხარებ, გინდა ჯანმრთელი იყო, გინდა არა ჯანმრთელი, ნუ შეაწუხებ, ნუ იმასე პრობლემას ნუ შეუქმნი და კიდევ ერთი, რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, არ უნდა გაუბოროტდეთ. არა, თავისთავად ცხადია. მე გაძლევთ პირობას, რომ ჩვენო თემას აუცილებლად დაუბრუნდებით. მე ვარ სრულიად დარწმუნებული, რომ დადგება ის არაჩვეულებრივი დღე ჩვენ ცხოვრებაში, სადაც საზოგადოების ჯანსაღი დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ იქნება სახეზე. მე ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული, ამას ყველამ უნდა შევუწყოთ ერთად ხელი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სახელმწიფოს ნაწილი, ჩვენ ვართ საზოგადოება. ნაწილი კი არა, ჩვენ ვართ სახელმწიფო. შესაბამისად, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითვალისწინოს ერთი რა. ყოველი მეოთხე ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეიძლება გახდეს ფსიქიკური პრობლემის წინაშე დადგეს. ამიტომ ეს ყოველი მეოთხე შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩვენგანი. მომავალ შაბათს ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს რეალურ სივრცეში. მადლობთ მოგზაურობისთვის, ძალიან დიდი მადლობა ყველას.